გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის პრაქტიკული C# YouTube გვერდი და დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ვიდეო AI აგენტებზე. მე პირადად ძალიან გაოცებული ვარ უკვე თუ რისი გაკეთება შეუძლიათ და შეგვიძლია ჩვენ AI-ის დახმარებით. როცა უხსნი ხოლმე სხვას, რომ აი რისი გაკეთება შევიძლია მე AI, განსაკუთრებით არატექნიკურ ადამიანებს რა. თითქოს ბოლომდე ვერ უხსნი და ვერ ვანახებ ხოლმე რას ვაკეთებთ AI-ით, ხო და მინდა ეხლა რომ პატარა ვიდეო ჩავწერო, გავაკეთო მარტივი რაღაც ხელშესახები აპლიკაცია. წიგნების უბრალოდ ქრადი რა, დამატება, წაშლა, რედაქტირება, მარტივი აპლიკაცია, მაგრამ იქნება გამოყენებული ფრონტში React-ი, back-ში .NET-ი, ბაზასთანაც დავაკავშირებთ და იდეაში ყველა საჭირო ნაწილი ექნება ამ აპლიკაციას, რაც თანამედროვე web development-ში გამოიყენება რა, მე შეგვიძლია რაღაცები დავაშინოთ კიდე ზევით. ამისთვის გამოვიყენებ AI agents. ვინც არის AI აგენტი რით განსხვავდება უბრალოდ AI chatbot-ისგან, ხო? Chatbot-თან მაგალითად ChatGPT-თან ჩვენ ვართ უბრალოდ დიალოგის რეჟიმში, ხოლო AI agents უკვე აი აქ Visual Studio-ს კოდს მაგით ვიყენებ, რომ აქ Microsoft-ი ამას ასაპორტებს ყველაზე მეტად AI-ის ნაწილში და აქ ჩააშენეს აგენტებიც ყველაზე ადრე. ხო და AI agents უკვე შეუძლია რომ ფაილები, ანუ ვაძლევთ უფლება აქვს AI agents, რომ იმ მანქანაზე, სადაც გაშვებული არის, შექმნას ფაილები, ანუ ფიზიკური წვდომა აქვს რა, შექმნას ფაილები, ფოლდერები, გახსნას ტერმინალი, იმ ტერმინალში გაუშვას კომანდი, რაც ჭირდება იმ კონკრეტულ მომენტში. მოკლედ ყველაფრის, რასაც ჩვენ ხელით გავაკეთებთ, იმის უფლება აქვს. შეუძლია გახსნას რამოდენიმე ფაილი და კოდი წეროს პარალელურად, მე შეუძლია დაბილდოს solution-იდან ახოს build time error-ები, მე error-ები გაანალიზოს და დაფიქსოს და თავიდან დაბილდოს და ეს სულ იმაში იყოს. ამ loop-ში იყოს, სანამ არ გაუშვებს აპლიკაციას რა. თავარი ნაწილი კიდე რაც არის, რომ უნდა მივცეთ ახლა კაი პრომპტი ჩვენ ამას. რომ მე ყველაფერი მარტივად წაგვივიდეს, პრომპტი ინჟინერია ეხლა რაც შემოყალიბდა კიდე ამ ბოლო დროს, ვფიქრობ, რომ იგი იქნება მომავლის პროფესია რა, პრომპტ ინჟინერია. ვისაც უფრო კარგად შეუძლია AI-სთან ურთიერთობა, იგი იქნება კაი დეველოპერი რა. ხო და ეხლა ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ კაი პრომპტი მივცეთ, რომ მე კაი მარტივად დაწეროს აპლიკაცია. კაი, მოდი ახლა ჩვენ ამას მივცეთ პრომპტი, რომ даже ქართულად მივცემ პრომპტს, იმიტომ რომ უკვე ქართულადაც შეუძლია რომ გააკეთოს. შექმენი web აპლიკაცია, სადაც შეგვეძლება წიგნის დამატება. ეს მე შეგვიძლია გადაახვიოთ რა. MS SQL server-ი. Cygnus entities condes ეს ველები. condes ეს ველები ავტორი გამოშვების წელი condes კიდე. შექმნის, სადაც შეგვეძლება დამატება, წაშლა, რედაქტირება, back-ში გამოიყენე .NET Core, front-end-ში გამოიყენე React-ი, ბაზა იყოს MS SQL server-ი.
რავი, პრინციპში შეგვიძლია. ნახოთ რა მოხდება. წავიდა. აუ, ნახოთ. თავიდან ქმნის ახლა solutions. მეუბნება რომ თავიდან მჭირდებაო რომ solution-ი შევქმნაო და ეს მეუბნება რომ ამ კომანდის გაშვება ჭირდება რა. შენ შეგიძლია prompt-ში უთხრა რომ შენ რაც დაგჭირდება, შეგიძლია პირდაპირ გააკეთო და ჩემს F-ს არ დაელოდო რა. ამ შემთხვევაში ახლა ჩვენს F-ს ელოდება. continuous დავაჭიროთ. მაგრამ პრინციპში ეგ ძალიან ცუდის არ არის, იმიტომ რომ მაინც ხედავ რა და კონტროლი გაქვს რის გაკეთებას აპირებს და კაია, ну პრინციპში ამ შემთხვევაში solution-ი უნდა შექმნას, ბაზარი არა. solution-ი შეიქმნა. კაი, ეხა solution-ში ჩააგდებს API-ის პროექტს. და არქვა books API, ბაზარი არა. default .NET API-ის template-ი დავარდა. ხო, ეხლა ამ solution-ში ამატებს ამ პროექტს, API-ის პროექტს. გიჟია, იმენა გიჟია. ჯერ სად ვართ მაგრამ. აი, entity framework-ი. ბაზარი არა. ხო, ეს კომანდი სავარაუდოდ არ იმუშავებს, რადგან აქ DAS ნიშნები აქვს, მაგრამ მე სავარაუდოდ თითო კომანდად გავუშვებს მე ამას რა. ეხლა აყენებს entity framework-ის package-ს, NuGet package-ს. ვინც .NET-ში არ ხართ ჩახედულები, ეგ არის ბაზასთან საკომუნიკაციო ORM-ი. და ეს არის entity framework-ი SQL server. ანუ SQL server-თან დასაკავშირებლად package-ი არის კონკრეტულად. tools. აქ მოდელების ფოლდერი შექმნა და ჩააგდო book-ის, ეს არის entity სავარაუდოდ. რაც ბაზაში უნდა შევინახოთ. ეს მოდელი არის. ეხლა ქმნის data folders. DB კონტექსტი. ბაზარი არა. პროგრამ-C-ში დაამატებს სავარაუდოდ use SQL server-ს და რაღაცებს. Upsetting-ებშიც connection string-ი ჯერ არ არის, რაღაცაც დაამატებს. ოპა, გავაძრო აგერ connection string-ი. ხა მიგრაციის გაშვება უნდა. მაგრამ მიგრაცია არ გაიშვება, იმიტომ რომ ჯერ არ იბილდება პროექტი. სვაგერია დასაყენებელი.
ნახოთ აბა რას იზამს. ეს არის Entity Framework-ის CLI tool-ი მიგრაციების გასაშვებად. ეხა მიგრაციის გაკეთებას ცდილობს, მაგრამ ეს კომანდი სავარაუდოდ არ იმუშავებს. იმიტომ რომ პროექტი არ იბილდება ჯერ. ნახოთ აბა თუ მიხვდება რაშია საქმე. ნუ მხარი რომ შეამოწმე თუ იბილდება ჯერ პროექტი და თუ არ იბილდება აა დაფიქსეთ ხო რა. რა უშოს build-ის კომანდს 3 ერორი არის. მიხვდა რომ Swagger-ი არ არის დაყენებული და მაგიტო აძლევდა რაღაცებს. დააყენა Swagger-ი, მოშორდა ეს build error-ები. ეხლა გავუშვა კიდე build-ი. Swagger-ი არის. ეხლა უნდა გავუშვას ეს მიგრაციის თემა. მოგეთ აქ ბაზაში ეხლა ჩვენ ერთი ბაზა მაქვს, რაღაც ჩემი ამას არ ეხება. აი. Continue with the Books application. იყო მიგრაციაზე გაჩერებული, აბა თუ ახსოვს რომ მიგრაციებზე იყო გაჩერებული. ბაზარი არის. გააკეთე მიგრაცია. მიგრაციების ჩავარდა initial create-ის მიგრაცია, რაც დაარქვა. ეხლა უნდა გავუშვას update-ი და update-ის მერე უკვე database update. ამის მერე პრინციპში backend-ის ნაწილი დამთავრებული იქნება რა. BooksDB. Books. ეგ არის. back-ის ნაწილი იმენა დაამთავრა. ეხლა ქმნის React-ის აპლიკაციას. აქ რამე სერვისი და ის აქვს გამოყენებული თუ პირდაპირ DB Books Foundation ეს DB რა არის? DB application პირდაპირ აქვე აინჯექტებს რა ამას და ხომბაზე ათუნდა ხა ამას სერვისები და ზედმეტი რაღაცები. კაი, გადადის ახლა React-ის აპლიკაციაზე. npx-ი not recognized, ანუ დასაყენებელი არის რაღაცა. რაღაცა React-ის რაღაცაა დასაყენებელი. ნუ ხდება node დაყენებული ყო? არა.
fix this problem by yourself. ხედავ რომ Node-ის დაინსტალება გჭირდებაო, რომ React-ის აპლიკაციაზე გავაგრძელოთ მუშაობა. დაჟე ამასაც თვითონ აკეთებს. დაწერეო ტერმინალში ხო აღადაო, ჩემი კაი. ხოთაბა. იმიტომ აშკარად Node დაყენებულია. Please restart your terminal VS Code after Node.js. Okay, ბაზარი არა. ვადავთ. იმიტომ რომ აშკარად Node დაყენებულია. ხოთაბა. კი ბატონო, Node დაყენებული არის. Node is installed. Please continue with the books application. And please ყოველთვის ვეუბნები ხოლმე AI-ს თუ იმ შემთხვევაში თუ სამყაროზე გაბატონდნენ რომ შემიწვალოთ. ეს რა თემა არის? ესე უნდა მუშაობდეს წესით? ორი კომანდის გადაბმა დათი ხდება? ეგეთი რაღაცა არ ვიცოდი ძმა. თან არც მუშაობს ეგრე. PowerShell-ის სინტაქსი არის და PowerShell-ში უნდა მუშაობდეს ეგრე წესით? აბა ეხლა თუ შექმნის React-ის აპლიკაციას. PowerShell-ის execution policy-ო არ გვაძლევს უფლებასო რომ გავუშვათ npx-ის სკრიპტიო. სხვა execution policy-ით გავუშვათ თუ აბა სკრიპტიო.
client. იმენა კოდი არ დამიწერია ჯერ, მაგრამ როიძახიან რომ დეველოპერობაც საჭირო არ არისო, ანუ თლად ეგრეც არ არის რა. პრინციპში რა გავაკეთე ხა, მაგრამ აი ცოტა რაღაც გამოცდილება უნდა ქონდეს რა მაინც ჩემი აზრით. არაფერი არ გამიკეთებია, просто იმიან next მოვაჭერ. აი, მაგრამ npm-ს ინსტალირებს. აი ეს როგორც ჩანს React-ის რაღაც default template არის. ეს რა ხედავ რომ React-ის აპლიკაცია შეიქმნა. მოდი ხა დავაინსტალიროთ დამატებითი dependency-ები. Axios-ი, routeri და რაღაცა visual-ის თემები, ხო, ბაზარია. დავაინსტალიროთ. PowerShell, კიდე რაღაცა PowerShell execution policy ატრაკებს. გავაგზავნებთ ცოტა ხანში, მეგობრებო. აი, გავაგზავნოთ ჩვენი აპლიკაცია. Continue, ხო, აი, აქ რა მოხდა? ბოლოს რა გავაკეთე ამან? პრობლემას ვერ მივხვდი, რა პრობლემა ქონდა წინაზე. Unnecessary components, let's update the entry point of our application. ხო. ახლა როდესაც ორივე front-end და back-end აპლიკაცია გავმართეთო, დავrწმუნდით რომ ყველაფერი მუშაობს. Let's check program.cs courses point. ან course თუ არისო, course-ი წესით allow all არის და პრობლემა არ უნდა იყოს. Let me check the program. ვხედავ რომ პორტის mismatch-ი არისო front-end და back-end შორისო. back-end-ი ამ პორტზე ეშვება 5256-ზე. და front-end-ი 5000-ზე ცდილობს დაკონექტებოს. Ясно. შეცვალა ხა ამან აქ რამე მერე? ბაზარი არა. შეცვალა 5256-ზე გადაამისამართა.
ეხლა უშვებს backend-ის აპლიკაციას უკვე. რატო ვერ გაუშვა? აი, back-ი გაშვებული არის. API books. მოდის ცარიელი არის, ხო, ბაზარი არა. კაი. ეხა გადავიდეთ კლიენტში. ნუ ეს არ ვიცი თავის რატო ვერ იქნა, მაგრამ ნუ კაი. გადავიდეთ კლიენტში და npm start. Try to run front end application. მიდი უთხრათ რომ back end is already running. Try to run front end application. წავშალოთ აქ არის, სადაც ჩვენი backend-ი არის გაშვებული. ისინი წავშალოთ. command prompt. შევიდეთ კლიენტში და npm start. რაღაც არ ვიცი უეზე genre fantasy release year 95 ჩემი კაი და თქვენი ძახით რომ საფრთხე არ ემუქრებთ დეველოპერებს?
5 წელში? ანუ წარმოიდგინეთ რა პოტენციალი შეიძლება გქონდეს აი ამას 5 წელში. ანუ რა პრომპტი მივეცი, ანუ სული 10 ხაზი იქნება ალბათ რაც მაგ ნათქვამი სულ. აი რაღაც პატარ-პატარ მესიჯები. და ტიპმა აწყოდა თან ხვდები რომ ეხა ამას იმდენად მარტივად შემიძლია რომ გავაკეთებიო ავტორიზაცია რომ მარტო დალოგინებული უზერებს შეძლოს დამატება, თავისი დამატებულები უჩანდეს. ანუ ძალიან მარტივად აკეთებს ტიპი რა, იმინა ყველაფერს. პრომპტზეც თან არ მიწვალია დიდად რა. პროსტა რასაც ფიქრობდი ის უთხარი უცებ. ძალიან დაწვრილმანებული არ ყოფილა ფრონტში. ფანტაზი თაშხია. ჟანრი mystery. აბა მეორე დავმოთ, შეიძლება ორ წიგნზე ასხამს. არ ვიცი მეტი წიგნი. აი, ოს სპაიდერმენი. ორი სპაიდერმენი იყო ყველაზე მაგარი. ეგ არის მაო. ეგ არის. კარგად იყობით.